სახალხო შოუ 17 ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა ნანუკა გულუას მომხიბლავი ხუთშაბათი. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. მოგესალმებით, ვირფასო რადიო მსმენელებო, რადიო მაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, მე ნანუკა გულუა ვარ და დააპირებისამებრ არაჩვეულებრივი სტუმარი ყავს ქალბატონი ნანა კავკასიძე, ექიმი კოსმეტოლოგი, ქორეგიციის კლინიკის ესთეტიკური მედიცინის კაბინეტის ხელმძღვანელი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნანა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. უღრმესი მადლობა, რომ თქვენს რჩევებს გააზიარებთ. მე მქონდა საშუალება მასთან მესაუბრა ეთერამდე და მოემზადეთ ნამდვილად ძალიან ინფორმაციული და ძალიან კარგი ეთერი გვექნება. თავდაპირველად ქალბატონო ნანა დავიწყოთ საუბარი ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე, როგორიც არის კანის აკნე და ვიცით რომ თქვენი მიღწევები და თქვენი შედეგები ამ კუთხით განუმეორებელია და მინდა რომ უფრო დეტალურად ახლა ვინც ამ პრობლემას ებრძვის და გვისმენს, აი ძალიან მნიშვნელოვანი რჩევები მივცეთ და გავაგებინოთ რომ თქვენ არსებობთ და თქვენთან ფანტასტიკური შედეგები არის. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესო თემაზე გვექნება საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს აქვს ახლა აკნე და ყველას ყურადღება იქით არის მიყრუბილი, თუ რითი უშველოს თავის თავს. აკნე არის ძალიან გავრცელებული და პარადოქსალურად ძალიან ჯიუტი დაავადება. ეს არის ცხიმოვანი ჯირკვლების დისფუნქცია, მომატებული ცხიმი უკვე ახშობს ფორებს, აღარ ხდება მისი გამოსვლა ზედაპირზე და შემდეგ ვითარდება იქ ბაქტერიული ან სხვა ფლორა და უკვე ანთებითი პროცესები გვაქვს. ეს იმდენად შემაწუხებელია ყველასთვის, რომ აღწერილია ახლა ჩვენთან არა, მაგრამ თვითკვლელობის შემთხვევებიც კი არის აღწერილი. აკნეს პრობლემა ჩემთვის ძალიან საინტერესო გახდა მრავალი ათეული წლის წინათ. მე თვითონ ვარ ექიმი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და მას შემდეგ რაც დავინტერესდი კანის პრობლემებით, მუშაობდი თბილისის ბაქტერიოფაგში და შემდეგ მუშაობდი ბალნეოლოგიურ კურორტში. დღემდე მაქვს მათთან ურთიერთობა, ახლა მოღვაწეობ ქორიძის კლინიკაში. როდესაც მუშაობდი აი ამ დაწესებულებებში, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ თუ ჩვენ კარგად გამოვიკვლევთ, დიაგნოზს კარგად დავსვავთ და შემდეგ უკვე მრავალი ბიოლოგიური პრეპარატით ვუმკურნალებთ, პაციენტებს შეიძლება სრული განკურნება მივიღოთ ძალიან რთულ შემთხვევებშიც კი. რაც შეეხება ბაქტერიოფაგში, იქ მიმდინარეობს ბაგების აღმოჩენა, არის მრავალი სახეობის ბაგი, ხდება დათესვა და ადამიანმა იცის რომელ ბაგზეა ის მგზნობიარე. როდესაც მკურნალობა მიმდინარეობს ბაგებით, უკვე შეიძლება ანტიბიოტიკების გამოყენება საერთოდ არ გახდეს საჭირო. აგრეთვე აქ მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი პრობლემის, ეს არის მიკრობიომის დაზიანების აღდგენას. 21 საუკუნე ვოზის საერთაშორისო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც ანტიბიოტიკო რეზისტენტობის საუკუნედ. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, რადგან ადამიანი რჩება სრულიად დაუცველი. ამიტომ თუ ნაკლებად ვიხმართ ანტიბიოტიკებს, უფრო ბუნებრივი საშუალებებით განკურნებით შეიძლება შედეგი იქნეს დაუყოვნებლივ და საბოლოო შედეგი მიიღოს მხოლოდ ბიოლოგიური პრეპარატებით, რაც განაპირობებს, რომ ადამიანი რჩება ჯანმრთელი და მისი იმუნიტეტი იქნება ამაღლებული ყოველთვის. ძალიან სასიამოვნოა თვითგანკურნების. ძალიან სასიამოვნო მოსასმენია ეს ყველაფერი, მაგრამ ეხლა დავიწყოთ უკვე რაღაცა სკეპტიკური განწყობით ამ ყველაფრის მიმართ. ესე იგი, აკნეს მკურნალობაში ისეთი რთული პრეპარატები ერევა, ეხლა მეც ვიცი, ჩემს მეგობრებს გქონია, ჩემი ოჯახის წევრებს, ურთულესი გვერდითი მოვლენებით პრეპარატები ერევა და როდესაც აი ამ მძიმე
რაიმე პრეპარატების გამოყენების შედეგად ხდება უკვე მკურნალობა, ცოტა რთული დასაჯერებელი არის, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ გართულებასაც კი აქვს შედეგი ფაგებით მკურნალობის. აი, ფაქტთან დაკავშირებით, აი, მუდმივად არის, რომ მსუბუქია, საპრევენციოა. აი, ამ მითების შესახებ მინდა რომ უფრო კონკრეტულად და უფრო თქვენი შედეგებით რომ ვისაუბროთ, ქალბატონო ნანა. ფაგები ეს არის ბუნებრივი ბაქტერიის ვირუსებია ისინი ის შედიან რა უკვე ბაქტერიის სხეულში მრავლდებიან თავის DNK-ს გადასცემენ და მთლიანად გამოიყენებენ ამ ბაქტერიას თავის სასარგებლოდ ანადგურებენ მას და შემდეგ გადადიან უკვე სხვა უჯრედზე ეს არის ისეთი ბუნებრივი პროცესი, რომელიც მოითხოვს ნაზმით გომას და იმის გამო რომ შეიძლება არასწორად მოხდეს დანიშნა ან მკურნალობა არ იყოს ისე ხანგრძლივი როგორც საჭიროა, შეიძლება შედეგი არ დადგეს, მაგრამ თუ ეს პროფესიონალების ხელშია, მაშინ აუცილებლად დადგება შედეგი. ჩვენ გვაქვს აგრეთვე ბალნეოლოგიურ კურორტში სხვა ბუნებრივი საშუალებებიც. ეს არის გოგირდის წყალი, რომელიც 1800 წელს ოფიციალურად იქნა აღიარებული როგორც აკნეს საწინააღმდეგო საშუალება. ის აშრობს კანს, შემდეგ უკვე თუ ფაგებსაც ჩავრთავთ, შეიძლება საერთოდ მოხდეს სრული განკურნება. გარდა გოგირდის წყლისა, ბალნეოლოგიურ კურორტში არის კიდევ თიხები, სხვადასხვა ბუნებრივი საშუალებები და უკვე შეიძლება ძალიან კარგად განიკურნოს და სკეპტიკოსებმაც თუ კი მოინდომეს და გასინჯეს ეს როგორც ჩვენ მოუწოდებთ, ამდენად შედეგით კმაყოფილი დარჩებიან. მე ყოველთვის მინდოდა რომ მემუშავა კლინიკურ გარემოში, მას შემდეგ რაც კანის პრობლემების მკურნალობაზე გადავედი და ახლა ვმუშაობ ქორიძის კლინიკაში. ქორიძის კლინიკა დაკომპლექსებულია ძალიან მაღალი პროფესიონალებით. აქ არის კლინიკურ ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარების არაჩვეულებრივი საშუალება. ეს იქნება სხვადასხვა აპარატული თუ მეთოდები, რომლებიც ჩვენ ზუსტი დიაგნოზის დასმაში გვეხმარება. აკნე შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი პრობლემით, არის მულტიეტიოლოგიური პრობლემა და ეხლა განსაკუთრებით გამოვყოფდი ბოლო დროს ახალგაზრდები ცდილობენ რომ კანს მიხედონ, გაიტენიანონ და შეიძლება ზედმეტი რაოდენობითაც კი მიიღონ ეს დამატენიანებელი საშუალებები. და ამის შედეგად განუვითარდეთ ზუსტად გამონაყარი. რატომ ხდება ეს? რომ გადავხედოთ რა ხდება კანის აკერცვლა მიმდინარეობს ბუნებრივად. 1 კვადრატული მეტრი კანიდან 200 გრამამდე კანი ქერცლება ყოველწლიურად. ეს ძალიან დიდი რაოდენობა. თუ ჩვენ ახლა დამატენიანებლებით ხელს შეუშლით ამ ბუნებრივ პროცესს, შეიძლება უკვე აკნე ჩამოყალიბდეს. ამიტომ შეიძლება მიზეზი სრულიად მარტივად განიკურნოს, თუ კი რჩევას მისცემ ადამიანს და მათ არ უნდა მოერიდოთ მისვლა პროფესიონალებთან და უკვე ამ რჩევის შედეგად შეიძლება სრულიად მარტივად განიკურნოს სხვადასხვა პრობლემისგან. ძალიან დიდი მადლობა, ნამდვილად პირველად გავიგე, რომ აი დამატენიანებლის ზედოზირებამ შესაძლოა რომ რაღაც დარღვევა გამოიწვიოს კანის. მოდით სულ თავიდან დავიწყოთ. აი პაციენტი არის თინეიჯერი, ამ ასაკში ხშირი არის ვიცით აკნეს გამონაყარი და ეგრევე ეწყება მართლა სტრესი ამასთან დაკავშირებული. როგორ ვიწყებთ პირველ ნაბიჯებს? მოვდივართ თქვენთან და ვიწყებთ როგორ მკურნალობას. თქვენ რა სანიშნი გჭირდებათ იმისთვის, რომ სწორად მიმართოთ ის მკურნალობა, რომელსაც საოცარი შედეგები აქვს? პირველ რიგში, როგორც კლინიცისტი, უნდა დაისვას ზუსტი დიაგნოზი და ამაში ჩვენ გვეხმარება როგორც ანამნეზი, კლინიკური მიმდინარეობა, ასევე ლაბორატორიული გამოკვლევები. და როდესაც ზუსტი დიაგნოზი დაისვება, რისგან არის, როგორ არის, ამის შემდეგ უკვე ვიწყებთ მკურნალობას ჯერ მხოლოდ ბუნებრივი საშუალებებით. ძალიან ის არის კიდევ საინტერესო
საინტერესო ერთ საკსმიდა გაუსვა ხაზი რომ ხანდახან აკნეს მაგვარ გამონაყარს იწვევს ჰერპეს ვირუსი. ჰერპეს ვირუსი შეიძლება არც კი ჩანდეს რომ ის ბუშტუკები არ ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ადამიანი იყოს მატარებელი ამ ვირუსის და უკვე როდესაც იმუნიტეტი ქვეითდება, მაშინ თავი გამოავლინოს და გამოვავლინდეს უკვე ჩვეულებრივი აკნეს მაგვარი გამონაყარით. ამიტომ ამ შემთხვევაში აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა. იმიტომ რომ ძალიან იშვიათად თუ ფიქრობენ ვირუსის თაობაზე, მაგრამ ჩვენთან ეს აუცილებლად უკვე ყურადსაღებია ხოლმე, რომ შედეგი გქონდეს ნამდვილად კარგი. და ჯიუტი აკნე შეიძლება ამის გამოც იყოს ცხადია, ასე ეძახიან ნამდვილად. ქალბატონო ნანა, ჩვენ გენეტიკურად ძალიან სუსტრაფები ვართ და როდესაც რაღაცა კურნალობას ეხება საქმე, მალევე გვინდა შედეგი დავინახოთ და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი თვითონ ეს პროცესი, რომ თქვენ ამბობთ ბუნებრივი მიდგომებით, ეს ძალიან მიმზიდველი არის, მაგრამ დროში ხომ არ არის ისე ხანგრძლივად ეს პროცესი, რომ დაუშვათ ეგრევე შედეგს ვერ ვნახო. აი როგორი არის დაუშვათ რთული აკნეს შემთხვევაში თქვენი გამოცდილებით შედეგები, როდის დგება, ასე ვთქვათ, უკვე სწორი დიაგნოზის, სწორი მკურნალობის და სწორი ფაგის შერჩევის შემდგომ გულისხმობ, რა თქმა უნდა. როდესაც ზუსტი დიაგნოზია დადგენილი, მაშინ განკურნება, რა თქმა უნდა, უფრო მარტივია და შეიძლება ძალიან სწრაფადაც განიკურნოს. და რთულ შემთხვევებში კიდევ პროგრესი იმდენად სწრაფად და მისთვის თვალსაჩინო ხდება, რომ უკვე პაციენტი მოყვება და მას უჩნდება დიდი რწმენა, რომ აუცილებლად განიკურნება. ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ძალიან ბევრი პაციენტი იყო უიმედოდ. იმდენად უიმედოდ, რომ სახლიდან გამოსვლაც არ უნდათ. და სახლში იჯდნენ, ბიჭები თუ იყვნენ, შეიძლება ასმა დაეწყოთ. მაგრამ მას შემდეგ რაც ხდებოდნენ მე მინდოდა აღნიშნა რომ მე თავდაპირველად დავიწყე მუშაობა აკადემიკოს ლელა კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ბაქტერიოფაგში და ძალიან ბევრი პაციენტი იქურნებოდა ურთულესი შემთხვევებით და წელზემოთ ბევრი გამონაყარი ჰქონდათ ისე რომ საერთოდ აღარ უნდათ არაფრის გაგონება და აღარც იმედი არ ჰქონდათ და უკვე პატარა წინსვლამაც შეიძლება დიდი იმედი მისცეს ადამიანს და უკვე სრული გამოჯანსაღება აუცილებლად დგება. ასე რომ არ უნდა დაკარგოს იმედი. ახლა ძალიან ბევრი შემოსულია სამკურნალო საშუალებები, რომლებიც რა თქმა უნდა საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს ნახმარი, მაგრამ თუ ადამიანი დროულად მოვა უკვე მოგვენდობა შეიძლება აღარ გართულდეს ისე მდგომარეობა და სრულიად მარტივი და ბუნებრივი საშუალებებით განიკურნოს. და არც დაჭირდეს ის მედიკამენტური მკურნალობა. მე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, რომ გაბრწყინებული თვალებით განკურნებული პაციენტები დიდ მადლობას მეუბნებიან. ჩემთვის ყველაზე დიდი სასიხარულო და ბედნიერი მომენტია. წარმომიდგენია თავისთავად თან ვიზუალურად ეს ყველაფერი ეფექტი რო ჩანს, როგორ მოდის პაციენტი ალბათ ჩამქრალი და მე როგორც თქვენ აღნიშნეთ, სრულიად გადაწკრიალებული სახით რომ ეს ეხა თქვენი მიღწევა არის და ძალიან დიდი ბედნიერებაა თავისთავად გეთანხმებით ამაში. თქვენ ახსენეთ ჩვენი ის ნიადაგიდან ამოღებული გოგირდის წყალი იქნება თუ ტალახი, რომელსაც აგრეთვე დამხმარე საშუალებებად ხმარობთ და მე აქვე გამიჩნდა შეკითხვა. განსაგებია რომ თქვენთან მოვდივართ, ვიტარებთ პროცედურებს და იქვე არ სრულდება ალბათ ეს. აი როცა ის მიდის და მისი რუტინა უნდა ჩამოიყალიბოს დღის, ალბათ თქვენი რეკომენდაციები და ის საშუალებები, რომელიც მის კონკრეტულ კანს და დაავადებას შორის მიაქვთ თქვენგან, არის თუ არა ეს ქალბატონო ნანა? ძალიან სწორი კითხვაა, იმიტომ რომ როდესაც მოდიან კონსულტაციაზე, ხშირად გონიათ, რომ აუცილებლად უნდა გაუწმინდოს სახე. ეს ასე არ არის. იმის შეფასებით, რომ რა მდგომარეობა შეიძლება საერთოდ არ ახლო ხელი, როგორც კოსმეტიკური გაწმენდის დროს ხდება
და უბრალოდ მკურნალობის დანიშნვის შემდეგ, როდესაც სრულიად ჩაცხრება ეს წვავე პროცესი, აი მხოლოდ შემდეგ დაიწყო ის საჭირო გაწმენდა, იმოშორება უпростоრად იმ პათოლოგიური უკვე ელემენტების. აქ ყველაზე მთავარია, რომ პაციენტმა განაგრძოს სახლში მკურნალობა. ეს არის 60%. როცა გენდობა პაციენტი, ის აუცილებლად ასრულებს უკვე იმ დავალებას, რასაც მისცემ და რომელიც ინდივიდუალურად უკვე მისთვის იქნება შედგენილი. ეს ინდივიდუალური მიდგომა ყოველთვის უფრო ამართლებს, არავითარი საერთო, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფრის საუკეთესოს ვურჩევთ, ჩვენ მუშაობთ მხოლოდ ისეთი პრეპარატებით, რომელიც დარეგისტრირებულია, მუშაობთ აბსოლუტურად სუფთა კლინიკურ გარემოში. სხვათა შორის ეხლა ჩატარდა ძალიან დიდი კონგრესი, საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა თბილისში 28-30 მაისს, რომელიც დერმატოლოგიის და ესთეტიკური მედიცინის საკითხებზე იყო. ჩამოსულები იყვნენ ძალიან ბევრი სტუმრები, პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნებიდან და მათი ერთ-ერთი მიმართულება მოხსენება იყო იმაზე, რომ როგორ პირობებში უნდა იყოს ეს ესთეტიკური მედიცინის მკურნალობა და აუცილებელი ჩამონათვალში იყოს, რომ უნდა იყოს კლინიკური გარემო, უნდა იყოს პროფესიონალი და აუცილებლად უნდა იყოს ის საშუალებები, რომლებიც არის დარეგისტრირებული და უკვე აპრობირებული პროფესიონალური მიმართულება. თავისთავად სანდოობასაც პირდაპირ მხოლოდ ამ სამი სინთეზის შემთხვევაში ვიღებთ და ეს უკვე მე მგონი ყველამ იცის და თავისთავად ცხადი არის. ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა გართულებები და ეს შეიძლება იყოს აი იმის გამო, რომ ეს არ არის დასული ეს პირობები. ჩვენ კლინიკაში ყველაფერი ამის მხრივ ძალიან წესრიგშია. ვაქებ ბევრს ჩვენს კლინიკას, მაგრამ ასია, დიახ, თავისთავად ასია და სწორედ ამის გასაზიარებლად მოგიწვიეთ და ძალიან დიდი მადლობა პირიქით, რომ აი ესე დეტალურად აღწერთ ყველაფერს. ქალბატონო ნანა, აი ეს რუტინაც შევასრულე ყველაფერი, თქვენთანაც ყველაფერი იდეალურად შევასრულე და მივედი აი იმ სახის შრემდე და კანამდე, რომელიც მე მინდოდა და ვოცნობობდი და ასე შემდეგ. შემდეგ ხანგრძლივ პროცესში არის კიდე რაღაც რუტინა, რაც უნდა შეასრულოს. კვება, როგორც ვიცით, აკნესთვის კვება მნიშვნელოვანი არის. აი ამ კვების თვალსაზრისით მითია თუ ნამდვილად რეალობაა, რომ კვებაც უნდა შეიცვალოს, თუ მიდრეკილი ხარ აკნესკენ, ასე ვთქვათ. კვებას ეს უკვე ცალკე საკითხია, რომელსაც აუცილებლად ჩვენ განვიხილავთ პაციენტთან. ეს არის, რომ მაღალი გლიკემიის ინდექსის მქონე, ანუ სადაც ბევრი ნახშირწყლებია, ის უნდა შევწყვდოთ, რა თქმა უნდა. ისეთი აი ხო ძალიან დიდი მოთხოვნა, რომ არ არის, მაგრამ მაინც ეს ტკბილეული გარკვეულწილად შეიძლება ისეთი კვება ქონდეს ადამიანს. ერთი პაციენტი იყო, რომელიც აღმოჩნდა, რომ დედამისმა მითხრა მერე, რომ მხოლოდ ჩიფსებს და კოკაკოლას ვამსო და ეს უკვე კვებაც აღარ არის. ასე რომ ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ პაციენტები, რომ ეს ხელოვნური კვება ამოიღოს თავის რაციონიდან. თავისთავად აპირობებს. ეს აკნე არ არის მხოლოდ ერთი პრობლემა, თქვათ კანის პრობლემა. ეს მთელი ორგანიზმის სარკე შეიძლება იყოს, რას ჭამს, როგორი იქცევა, როგორი ძილი აქვს და ჰაერზე ყოფნა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. და მათ შორის სამკანისთვისაც. ქალბატონო ნანა, ვერ გაგიშვებთ რეკლამის დროა და მე აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ, კიდე ჯერ ძალიან ბევრი გვაქვს სასაუბრო, დაგველოდეთ ძვირფასებო.